ხუთი შეკითხვა, რომელიც მე მინდა დაგისვათ. მეორე ნაწილი. წინა ვიდეო რომ გადავიღე, გეკითხეთ სხვადასხვა შეკითხვა, ხუთი შეკითხვა. ამ ვიდეოშიც კიდევ დაგისვამთ ხუთ შეკითხვას, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს. ხო და სრიბილის შემთხვევაში გითხოვთ მომცემთ თქვენი პასუხები კომენტარებში. ხო და თქვენ როგორ ჭამთ? ანუ პირიპირით, ძმარით გასინჯრი მაქვს და მომეცნო სხვა და პირდაპირ რომ გავიგე, არანაირად, მაგრამ კაი იყო რა. ვინც მოიგონა, ანუ ოქროს ჯილდო. ხო და კიდე თქვენი არ გამისინჯავს, მაგრამ მაინტერესებს. კიდე ერთი, მე ზოგადად ქართული კულტურის მიმართ პატივის მისაცემად თითებით ვჭამ ჰინკალს, მაგრამ ხანდახან ჩანგრით ვჭამ. ხანდახან ელეგანტურად, მაგრამ თქვენ როგორი შტაბიჭრება გაქვთ, როდესაც ხედავთ სხვა ხალხს, ვინც ჭამენ ჰინკალს, არა თითებით, არა ხელებით, არამედ ჩანგრებით, ან ჩხრებით. ხოდა ხალხო მასწავლეთ, ანუ სად და როგორ სწავლობთ საზღვარგარეთს. ანუ ჩემი თვითონ დიდი პატივია, მეგობარი, ჩემი მეგობრები, მე პატეჟებიან ხოლმე სპრაზე. ანუ ძალიან ჩემი თვითონ ძალიან დიდი პატივია და სპრაზე აი ამბობენ ხომ საზღვარგარეთს და ანუ ძალიან მაუწევს, იმიტომ რომ აი ხომერცზე, ოჯახზე, წინაპრებზე, მეგობრობაზე, ქვეყანაზე, ყველაფერზე ისე პოეტურად რომ ამბობენ. მეთქი, ანუ როგორ და თან ზეპირად რა, ანუ თითო ისე საზღვარგარეთო განსხვავებია სიტუაციის მიხედვით და როგორ ანუ საიდუმლო ტრენინგი თარდება ხოლმე სადაც მე არ ვიცი ან სკოლაში გააქვთ რაღაც სპეციალური გაკვეთილი თუ რაღაცა ან სახელმწიფო რო არის რაიმე ჩემი მეგობარმა მითხრა რაღაცა ესეთი აი რიოსე თუ გინდა საზღვარგარეთო თქვა არ უნდა იფიქრო თავში უნდა იგრძნო და გვიდან ამოყვა და რაღაცა და მეთქი ოკეი ხოდა სად და როგორ ანუ სად როგორ მასწავლეთ ჩემი აზრით ისე ბევრი არ არის, მაგრამ ხანდახან გარეთ ჩემის გარშემოში არ მყავს ესეთი მეგობრები, მაგრამ ხანდახან გარეთ რომ დავდივარ რესტორანში ან ქუჩაზე რა, ანუ ქართველები ერთმანეთთან ლაპარაკობენ ინგლისურად არა ქართულად. იაპონიაში ძალიან ცოტა, ანუ იაპონელები თუ არიან, იაპონად ლაპარაკობენ, მეც იაპონად ვლაპარაკობ, იაპონელ მეგობრებთან და ამას რომ ვხედავ საქართველოში, ანუ ქართველები ერთმანეთს ინგლისურად რომ საუბრობენ, ძალიან მაინტერესებს რა, ანუ სოციოლინგვისტიკური თვალსაზრისით მაინტერესებს რატომ ასე ხდება და რატომ ასე ირჩევენ ენას. ანუ საერთო ენა ქართული ენა თუ არის, მაინც რატომ ლაპარაკობენ ინგლისურად არა ქართულად. ხო და თუ ლაპარაკიათ მეგობრებთან ერთად ინგლისურად მითხარით რატომ? ძალიან მაინტერესებს. მეილი თუ ტელეფონზე დარეკვა, ეს სამსახურს ეხება სხვადასხვის. ხანდახან ქართველებთან რომ ვლაპარაკობ, ზოგადად არა მარტო სამსახური, მაგრამ მირეკავენ ხოლმე. თუ არ ვიცი საქართველოში როგორ არის, მაგრამ გირჩევნიათ მეილით კომუნიკაცია თუ ტელეფონით დარეკვა. მე ჩემი ესეთი შტაბში მაქვს რომ საქართველოში უფრო მეტი ხალხი ხალხს ურჩევნია ტელეფონით დარეკვა მუშაობის დროს რა. მეც ვერეკავ ხანდახან, მაგრამ ესეთი საგანგებო სიტუაციაში რა თქმა უნდა საჭიროა ესეთი სტრაფი კომუნიკაცია, მაგრამ
მე ესეთი აზრი მოსაზრება მაქვს, რომ სამსახურში თუ საგანგებო რაღაც სიტუაცია არ არის, მაშინ ჯობია რომ დავწეროთ მეილი ან WhatsApp-ზე რაღაც მესეჯი, იმიტომ რომ ხო დავჭება ისა ცინადები, ფრაზები და რაღაცები, რაც მე ვწერ, ანუ რაღაც დასამტკიცებლად ხო იქნება ეს რამდენი თანხა, რამდენი რომელ საათზე სად და ასე შემდეგ დარეკებით თუ არის, მაშინ იმ წუთში კი, ანუ გვესმის, მაგრამ შეიძლება დაგვავიწყდეს და ანუ გირჩებინიათ მეილით კომუნიკაცია თუ ტელეფონით დარეკვა და რატომ? ეს შეკითხვა უკვე დავისვი სხვა ვიდეოზე ინტერვიუ რომ ჩავწერე, მაგრამ კიდე მაინტერესებს, იმიტომ რომ ახლა ვიფიქრობ რომ გადავიხოთ სხვა ვიდეო უცხოელებისთვის, ვისაც უნდა ქართული სწავლა. მინდა ვასწავლო რაღაც გავიზიარო ჩემი ქართული ენის სწავლის ისეთი თანჯების გამოცდილება, არ ვიცი, მაგრამ მე როგორც უცხოელი, ვსწავლობ ჩემით როგორც მეორე ენად ქართულ ენას. რა თქმა უნდა, მინდა რომ გავიზიარო ჩემი გამოცდილება, მაგრამ როგორც native speaker-ი, ანუ როგორც მშობლიური ენად რომ ათვისებთ ქართულ ენას, როგორი რჩევები შეგიძლიათ გაუზიაროთ იმ უცხოელებს, ვისაც უნდა ან ვინც სწავლობენ ქართულ ენას. და ჩემთვის ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იქნება, ხო და მასწავლეთ. სხვადასხვის მიყვარს ეს შეკითხვა პასუხის ეს ვიდეო რა, რაღაც კომუნიკაციის სახითაც ჩემთვის რაღაც მიყვარს და ალბათ კიდევ გადავიხებ მომავალში. ხო და ხოთი შეკითხვა, ერთი როგორ ჭამთ ჰინკავს? იმედი მაქვს რომ ის ჩანგარით რომ ვიჭამ არ არის არარეგარული. ანუ ნახოთ, მე რა ის სად როგორ სწავლობთ სათხეგრუზეროს? იაპონიის საკალათბუროს მეგობრობაზე გამარჯვებს ამის თქმა ვიცი, მაგრამ უფრო აი დახვეცილი ესეთი ზუსტი ლამაზი სათხეგრუზეროს თქმა მინდა მომავალში სუპერაზე თუ მე პატიჟებიან ხო და მაგრამ მე უნდა შევისწავლო. მასწავლეთ. სად და როგორ სწავლობთ სათხეგრუზეროს? და მეგობრებთან ინგლისურად თუ გილაპარაკიათ, რატომ? სოციოლინგვისტიკურად მაინტერესებს, როგორც ენათმეცნიერი და სამსახურში ხუმარობთ თუ არა მეილს, უფრო მეტად თუ ტელეფონით დარეკვა გირჩევინიათ, და რატომ? და ბოროს, ანუ თქვენი რჩევები ქართული ენის სასწავლად. მისივერეთ. ქართული ენა რთულია მაინც რა. ხო და დაგეროდებით თქვენს პასუხებს და აუცილებლად წავიკითხავ დიდი სიამოვნებით.